საფრანგეთის საპარლამენტო კომისია მიმდინარე კვირას დაიწყო ონლაინ კონსულტაციები საფრანგეთის მოქალაქეებთან, რათა შეადგინოს საზოგადოებრივი აზრი ჩინური წარმოშობის ვიდეო პლატფორმა TikTok-ზე. საფრანგეთის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ვიდეო პლატფორმას აქვს სერიოზული ფსიქოლოგიური ეფექტი მომხმარებლებზე და ამ ონლაინ კონსულტაციებით ცდილობენ დაადგინონ ამის შესახებ ცნობა, რის შემდეგაც დაიწყება შემდგომ TikTok-ზე გამოძიება ოფიციალურად ამ ონლაინ გამოკითხვაში სხვადასხვა კითხვას უსვამენ მოქალაქეებს, მაგალითად შეუძლიათ თუ არა დღე გაატარონ ისე, რომ არ გამოიყენონ TikTok-ი და ფიქრობენ თუ არა, რომ საკმარისად გაფილტრული არის ის ვიდეოები, რომელსაც თავიანთ გვერდზე ხედავენ მომხმარებლები. 31 მაისამდე იქნება ღია საფრანგეთში ეს გამოკითხვა და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც არასრულწლოვნებს, ასევე რა თქმა უნდა, სრულწლოვნებს და ეს არის კომუნიკაციის დამყარების საშუალება მთავრობასა და მოქალაქეებს შორის, რათა დაადგინონ როგორ და რა მიზნით იყენებენ სოციალურ ქსელს და კერძოდ კონკრეტულად კი TikTok-ს კონცენტრაცია ამჟამად გაკეთებული არის ამ ვიდეო პლატფორმაზე. გამოკითხვის შემდგომ, როდესაც დასრულდება, შედეგებს წარუდგენენ კომისიას და როგორც უკვე გითხარით, დაიწყება გამოძიება. არსებული ინფორმაციით საფრანგეთში 11-დან 17 წლამდე მოქალაქეების 40% ყოველდღიურად იყენებს TikTok-ს და ამის გამო საფრანგეთში აცხადებენ, რომ ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის პარტიის წევრი და კომისიის თავმჯდომარე ლორ მილერი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ეს არის უნიკალური შესაძლებლობა საფრანგეთის მოქალაქეებისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა და კონტრიბუცია ჩადონ ამ მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც ამჟამად ქვეყანაში კეთდება. ახლახან საფრანგეთში სერიოზულად განიხილავდნენ ერთ-ერთ ტრენდს, რომელიც დაიწყო TikTok-ზე. საფრანგეთში სამინისტროებს, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს ტრენდი ცდილობს წაახალისოს ანორექსია, რაც არის ძალიან საშიში, როგორც აღნიშნავს მაგალითად საფრანგეთის ციფრული მედიის სამინისტრო Skinny Talk, ესე ეწოდება ჰეშტეგით TikTok-ზე ამ ტრენდს, რომელიც გამოყენებული არის თითქმის უკვე 9 მილიონჯერ პლატფორმაზე. TikTok-ში განაცხადეს, რომ არაერთი ვიდეო წაშალეს, თუმცა საფრანგეთში მიაჩნიათ, რომ ეს არ არის საკმარისი, რადგან ასეთი ჰეშტეგით გავრცელდა არა მხოლოდ TikTok-ში, არამედ სოციალური ქსელის სხვა პლატფორმაზე. ეს საქმე გარდა იმისა, რომ ამჟამად გამოძიება ხდება საფრანგეთში, ატარებენ გამოძიებას, ასევე გადაეცა ევროკავშირის მარეგულირებელ უწყებასაც.